გიორგი მარგველაშვილი, ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი. ჩემი აზრით, კაცს აქვს ყველა თვისება ჭარბად იმისთვის, რომ ეს იყოს კარგი პრეზიდენტი. მართველი ძალა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. შეცვლის თუ არა მიხეილ სააკაშვილს გიორგი მარგველაშვილი. ეს პოზიცია, რაც არსებობს გუნდში, უნდა გაიზიაროს ქართველმა ერმა, მხარი დაუჭიროს იმას, რასაც ჩვენ კოალიცია და მე მათ ვეთყვით და როგორაც ჩამოვყალიბებთ ქვეყნის მომავალს. როგორ ხედავს ქვეყნის მომავალს პრეზიდენტობის კანდიდატი და როგორია მარგველაშვილისთვის იდეალური პოლიტიკოსი? აი კაცის ჭკუა მოუწყა. ალასანიას ვიზუალი ლევან გაჩეჩილაძის ისა რა ქვია, ჯიგარი და ქართველობა, სოზარის სინდისი, ბუჯანაძის გამბედაობა და სააკაშვილის სიმღერა და ბენდუქიძის ფული. გიორგი მარგველაშვილი, როგორ შეაფასა კოალიციამ ლიდერის არჩევანი? მართლა ყველა ღირსებით შემკობილი კაცია და მეც მგონია, რომ ღირსეული კანდიდატია. გვეყოლება ძალიან დემოკრატი, ტოლერანტი, მშვიდი და გაწონასწორებული პრეზიდენტი. რა მოლოდინი აქვს თავად პრეზიდენტს და როგორ აფასებს ოპოზიცია მართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატს? პრემიერ-მინისტრი ხშირად ითვლის ასს და ნამდვილად არ გამოურიცხავ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვეა და მან კიდევ შეცვალოს აზრი ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით. ქართული ოცნების კანდიდატურა ამ შემთხვევაში წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის პირად კანდიდატურას. პრემიერის ფავორიტი. რა თვისებების გამო გამოარჩია განათლების მინისტრი გუნდის წევრებს შორის ბიძინა ივანიშვილმა? მაგარი ოპონენტი, მაგარი ექსპერტი, მაგარი ანალიტიკოსი, კრეატიული, ნუანსი, რომელიც ისევე ჩამოთვალო. მარგველაშვილი არის ინტელექტუალი. ჩემი მეგობარია და არ მალავ და ვამაყობ ძალიან მიყვარს მასთან პოლემიკა. გიორგი არის რანიმია უკაცრავად სიტყვები ხმარა. განათლების მინისტრი საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების შემდეგ პოზიციის კითხვებს პასუხობს. იმედი მაქვს, რომ შევძლებ, რომ არ გავამტყუნო ამ ხალხის იმედი. გიორგი მარგველაშვილი, სტუმრად პოზიციაში. ჩემი ოფილი მოადგილი გელახვედელი დაკავებული. ხმაურიანი დაკავება და სკანდალური კადრების საქმე. შინაგან საქმეთა მინისტრის მძიმე გადაწყვეტილება. ჩემს რაც მოხდა არის ძალიან მძიმე. გელახვედელიძემ სამწუხაროდ ჩაიდინა არა მარტო დანაშაული, არამედ მოხელისათვის და მით უმეტეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის აბსოლუტურად შეუფერებელი საქციე. რა რეაქცია მოყვა ძალოვანი მინისტრის გადაწყვეტილებას? პრემიერის და პოლიტიკოსების შეფასებები. არ არსებობს კანონის წინაშე ჩვენი გუნდის წევრი, დიდი თანამდებობის პირი თუ დიდი დავალების შემსრულებელი. კანონის წინაშე ყველანი უნდა ვიყოთ თანაბარი. კანონზე ზევით არავინ არ იქნება ამ ქვეყანაში. ეს მართლაც კარგი და სწორი ნაბიჯია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამით საკითხი არ ამოწურება. გაგრძელდება თუ არა გამოძიება და რა მასალების გადაცემას აპირებს სამართალდამცველებისთვის ფარესიშვილი? რა მასალებიც ქონდა გიახიკაშვილის თუ გელახვედელიძის თუ ლაშა-ნაცვლიშვილის წინააღმდეგ, უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამოძიებას ყველაფერს გადავწყვეტ. ძიება ყველა შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის პირველი ეტაპი, რაც მოხდა. მაღალჩინოსნის დაკავება, ურთიერთბრალდებების სკანდალური ფარული ჩანაწერების გავრცელებისა და გადაღებისთვის. კადრები გადაღებულია წინა ხელისუფლების კონსტიტუციურ უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, ცხადია უკანონოდ. მე იმედი მაქვს, რომ დააკავებენ და ასე პასუხს აგებენ ამ და სხვა მსგავსი ჩანაწერების განხორციელებელი პირები. ხოდელიძე და ნაცვლიშვილი დასახელდნენ უშუალოდ საბჭოს დივნის მიერ, როგორც ეროვნული უსაფრთხოებისთვის არასასურველი პიროვნებები. უმრავლესობისა და უმცირესობის დებატები კვირის ხმაურიან თემებზე. ჩხუბი რესტორანში და დეპუტატებთან ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც მორიგი პოლიტიკური ბრალდებების თემა გახდა. პრემიერ-მინისტრის შეფასებები და პრესკონფერენციაზე გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები. მზადება არჩევნებისთვის და საპრეზიდენტო კანდიდატები. ეკა ბესელია და გიორგი ვაშაძე ერთმანეთის პირისპირ პოზიციაში.